გადარჩევოდნენ მგლები ამაზონის ჯუნგლებში? გელი ძალიან აქტუალური ცხოველია და მისი სახელი ძალიან ხშირად გვესმის. ამის გამო საკმაოდ ძნელი დასაჯერებელია ის, რომ გელი პრეისტორიული ცხოველია და დაახლოებით 3 მილიონი წელია, რაც ჩვენ პლანეტაზე ბინადრობს. გელი აქამდე შემთხვევით ნამდვილად არ მოსულა. მას ძალიან მაგარი გადარჩენის უნარი აქვს, მაგრამ დღევანდელ ვიდეოში ამ კანით სრულიად განსხვავებულ გამოწვევას ვუმზადებთ. ის თავისი საცხოვრებლიდან გადაყვავს მსოფლიოს მეორე ნაწილში. ანუ ვიდეოს ბოლოს გავიგებთ ამაზონის ჯუნგლში გადარჩენის რა შანსი ექნებოდა მგლების ჩვეულებრივ ხროვას, რა ადაპტაციების გავლა მოუწევდათ და საერთოდ თუ გადარჩებოდნენ. პირველ რიგში განვიხილავთ მგლების საცხოვრებელს. ამაზონის ჯუნგლები მგლების დღევანდელი საცხოვრებელი გარემოსგან ძალიან განსხვავდება. ამიტომაც უნდა განვიხილოთ მგლების დღევანდელი ჰაბიტატი და შევადაროთ ის ამაზონს. მოდით ჯერ ვიტყვი იმას, რომ მგლების საკმაოდ ბევრი ქვეჯიში არსებობს და ეს ქვეჯიშები ტერიტორიის მიხედვით იყოფიან. ამის მიუხედავად ყველა მგელი ან რუხი ან წითელი მგლების სიაში შედის. ანუ პრაქტიკულად მგლების მხოლოდ ორი სახეობა არსებობს. ამ ორი ჯიშიდან ყველაზე მეტად ილას ცხოვრობს რუხი მგელი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი მსოფლიოში. რუხი მგელი დღესდღეობით გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ნაწილში მწვანედ მონიშნულ ტერიტორიებზე. მგლები არ ცხოვრობენ სამხრეთ ნახევარსფეროში. ზომას რაც შეეხება ეკვატორიდან რაც უფრო ჩრდილოეთით წავალთ შეხვდებიან უფრო და უფრო დიდი მგლები. ამ ლოგიკით თურქეთზე უფრო დიდი მგლები საქართველოში იქნებიან, საქართველოზე უფრო დიდი მგლები რუსეთში და რუსეთზე დიდი მგლები იქნებიან ალიასკაში. ეს ლოგიკა პრინციპში ვრცელდება კანადამდე, რადგან ყველაზე დიდი მგლები იქ არიან. ახლა მოდით შევეხოთ წითელ მგლებსაც. წითელი მგლები ერთ დროს შეერთებული შტატების დიდ ნაწილში ცხოვრობდნენ, კერძოდ აღმოსავლეთში, მაგრამ მას შემდეგ იმ ადგილას იმდენი ხალხი დასახლდა, რომ როა შემცირებულიყო მათი პოპულაცია უბრალოდ შეუძლებელი იყო. დღეს წითელი მგლები მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინის რაღაც ნაწილში ცხოვრობენ. წითელ მგელზე შეიძლება გსმენიათ, რომ საქართველოშიც ბინადრობს. ეს ფაქტი სიმართლეს თლად არ შეესაბამება. ცხოველი, რომელსაც ჩვენ წითელ მგელს ვეძახით, ნამდვილად ბინადრობს ვაშლოვანის ნაკრძალში. უბრალოდ ეს ცხოველი მგელი არაა და ტურასთან უფრო ახლოსაა. მას არ აქვს ნომინალური სახელი ქართულად, ამიტომაც წითელ მგელს ვეძახით. ეს პრობლემას ქმნის, რადგან წითელი მგელი მართლა არსებობს და სულ სხვა ცხოველია. ალბათ ვიზუალურადაც შეამჩნიეთ განსხვავება. რუხი მგლები გავრცელებულები არიან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ტყეები, მთები, ტაიგა და ტუნდრა. ამას გარდა შედარებით სამხრეთით პატარა მგლები ცხოვრობენ უდაბნოებშიც, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურაა. მგლებს ზოგადად ცხოვრება ცივ ადგილებში ურჩევნიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვანაირ ჰაბიტატში ვერ იცხოვრებენ. მათ აქვს ძალიან მაგარი ადაპტაციის უნარი და თითქმის ყველგან შეუძლიათ გადარჩენა. ადაპტაციის უნარით რუხ მგელს არც წითელი მგელი ჩამორჩება. მოდით ახლა განვიხილოთ მგლების ფიზიკური მონაცემები და თვისებები. რუხი მგელი მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ზომით მეორე ადგილს კი წითელი მგელი იკავებს. რუხი მგელი წონაში ძირითადად მერყეობს 30-დან 80 კილომდე და სიგრძეში იზრდება 120-დან 205 სანტიმეტრამდე. მაგრამ მოკლედ ეს 205 სანტიმეტრი არის ძალიან იშვიათი და ყველაზე დიდი მგელი, რომელიც კი დაუფიქსირებიათ, იყო დაახლოებით ამხელა. ზოგადად მგელია ცუდად ცივ კლიმატში ცხოვრობს, მით უფრო დიდია ხოლმე. ძირითადად იმიტომ, რომ მგლების სიცივეში მეტ ცხიმს ატარებენ და ეს ათბობთ. რა თქმა უნდა, ასეთ ადგილებში მეტი საკვებიც არის ხოლმე. რუხი მგელი ახლა მგლებს შორის ყველაზე დიდია, რა თქმა უნდა, ამაზონშიც მას გავაგზავნით. მაგრამ ის იქ მარტო არ იქნება, რადგან მგლები ხროვებად ცხოვრობენ. მგლების ხროვა ძირითად შემთხვევაში 6-დან 10-მდე მგლისაგან შედგება და ეს რიცხვი ზოგჯერ 30-საც აღწევს. ხროვის წევრი მგლები ერთად ცხოვრობენ და ნადირობენ. მათ ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ არა მარტო სხეულის ენით, არამედ ხმებითაც. ზოგადად მგლების სოციალური წყობა საკმაოდ დიდი სირთულით გამოირჩევა. ამასთანავე აღსანიშნავია მგლების ჯგუფური ნადირობის უნარი. სხვათა შორის მგლები დიდი კატებისაგან განსხვავებულად ნადირობენ. ამაში გულისხმობ იმას, რომ ისინი ნადირობის დროს გამძლეობაზე არიან დამოკიდებულები. ამაში მგლები ადამიანებს გვანან. თუ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები მალე იღლებიან, მგლებს ეგ პრობლემა არ აქვთ. მგლების ხროვა სხვრევლის გაქცევის არ ეშინია, რადგან მგლებს შეუძლიათ իրենց იქამდე სდიონ, სანამ ის დაღლილობისგან არ წაიქცევა. მაგრამ საქმე აქამდე იშვიათად მიდის, იმიტომ რომ მგლებს ძალიან კარგად შეუძლიათ სხვრევლის ალყაში მოქცევა. ზოგადად ძალიან ძნელია დიდი მგლის ხროვის ალყიდან გამოსვლა, რადგან მგლები ერთადაც ძალიან უეცრად ესხმიან სხვრევლის თავს, საკვილებს სიცოცხლისთვის საჭირო ორგანოებში ავლებენ. ყველაზე ძლიერ მგლებს აქვთ 1000 PSI-ზე მეტი კბენის ძალა, მაგრამ ეს არც ისე ხშირია. მგლებს გამძლეობასთან ერთად სისწრაფეც არ აკლიათ. ისინი 48-დან 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეს თავისუფლად ავითარებენ. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნება ირმის მსგავსი სწრაფი მსხვერპლის დაჭერა. მგლის ყველა ამ თვისებიდან გამომდინარე ის საკმაოდ წარმატებული მტაცებელია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მის ჰაბიტატში პირველი ნომერი არ არის ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მის საცხოვრებელ გარემოში ძირითადად მასზე დიდი და ძლიერი მტაცებლებიც არიან. მოკლედ მგლებს საკმაოდ ხშირად დათვებთან, პუმებთან და კოიოტებთან კონკურენცია უწევთ. ამის მიუხედავად მგელი ყოველთვის კვების ჩაჭრის სათავეშია და გადარჩენას ყველანაირ ჯგუფებში მუდმივად ახერხებს. მგლების ხროვას კონკურენციის გამო შეიძლება მოუწიოს ტერიტორიის შეცვლა. ამიტომ ამ მხრივ საკმაოდ მოქნილები არიან. ანუ მათ შეუძლიათ როგორც უფრო დიდი და ძლიერი მტაცებლისგან გამოჩნდება საფრთხე, მაშინვე ადგენდათ წავიდნენ იმ ტერიტორიიდან.
შეიძლება ეს მაშინ თუ მგლებს ამაზონის ტროპიკულ ტყეში გადავასახლებთ? ამაზონის ჯუნგლები. ამ მგლებს ამაზონში გადავასახლებდეთ, მოდით მოკლედ განვიხილოთ ამაზონის დღევანდელი ეკოსისტემა. ამაზონის ტროპიკული ტყე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. ის ვრცელდება ბრაზილიის, ეკვადორის, კოლუმბიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ამაზონის ტროპიკული ტყე მსოფლიოში უდიდესია და გამოირჩევა ძალიან მრავალფეროვანი ეკოსისტემით. ამაზონში ბინადრობს 3000 სახეობის თევზი, 1300 სახეობის ფრინველი და 400 სახეობის ძუძუმწოვარი. ამაზონს ცხოველების ენდემური ჯიშებიც ჰყავს. ამ ჯიშებში მოიაზრება ზოგი ირემი, ტაპირი, კაპიბარა და სათვალიანი დათვი. იაგუარსაც უკვე პრაქტიკულად მხოლოდ ამაზონში შეხვდებით. ის ამაზონის მეფედაც მოიაზრება. იაგუარი ზოგადად მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერი კატაა. ამის მიუხედავად ამაზონში მასზე დიდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი არ დადის. ზომასთან ერთად იაგუარები სისწრაფითაც გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ მაქსიმუმ 80 კმ/სთ ირბინონ. იაგუარი გამოირჩევა უძლიერესი კბენით. მისი ყბის ძალა უტოლდება 1500 PSI-ს. ამ კბენის ძალით იაგუარს შეუძლია დიდი კუსნიჟარა ჩვეულებრივ გადაეხოს. ამაზონის მცირე ნაწილში ბინადრობს სათვალებიანი იგივე ანდების დათვი, რომელიც შედარებით პატარაა. ის სიგრძეში 1.5 მეტრამდე იზრდება და იწონის სადღაც 126 კილოგრამს მაქსიმუმ. ამაზონის კიდევ ერთი მტაცებელი კაიმანია. ის 2.1-დან 4.3 მეტრამდე იზრდება და იწონის 362-დან 453 კილოგრამამდე. ამაზონში კონკრეტულად ცხოვრობს შავი კაიმანი. ის წყალში და ხმელეთზეც ძალიან ძლიერია, მაგრამ რა თქმა უნდა წყალში უფრო სწრაფია. და თუ ამ არსების ყბებს შორის მოიქესით, დიდი გადარჩენის შანსი ნამდვილად აღარ გაქვს, რადგან მისი კბენის ძალა 6000 PSI-ზე მეტია. ამაზონის ტროპიკული ტყე ზოგადად საკმაოდ ტენიანი და თბილი ადგილია. შალ სეზონზე ამაზონში 27.7 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, საშუალო ტენიანობა კი 77%-ია. ჯუნგლებში არც წვიმიან სეზონზე არც ცივი. წვიმიან სეზონზე ამაზონში საშუალო ტემპერატურა 25.5 ცელსიუსია, ფარდობითი ტენიანობა კი 88%-ია. როგორც ხედავთ, ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით ძალიან განსხვავებული პირობებია. მოდით ნახოთ, რამდენად გაძლევს გელი ასეთ განსხვავებულ პირობებში. მგლები ამაზონში. მოვიდა დრო, რომ თეორიულად რამოდენიმე მგლების ხროვა გადავასახოთ ამაზონის ჯუნგლებში. მაინც გადავწყვიტე, რომ განვიხილო ერთი წითელი მგლების და ერთი რუხი მგლების ხროვა. მართალია რუხი მგელი უფრო დიდი და ძლიერია, მაგრამ შედარებით თბილ ტემპერატურას წითელი მგელი უფრო მიჩვეული, რის გამოც შეიძლება ამაზონში უკეთ გადარჩეს. ტემპერატურის უეცარი ცვლილება წითელ მგელს ნაკლებად შეაწუხებს, მაგრამ დიდი ალბათობით რუხი მგელი შეძწუნებული დარჩება. ამის მიუხედავად ჩვენ ვიცით, რომ მგლის ადაპტაციის უნარის ნდობა ყოველთვის შეიძლება. ანუ ესეც არაა გამოუვალი სიტუაცია. ამას იმიტომ ვიძახი, რომ რუხი მგელი დღესაც ბინადრობს არაბეთში, სადაც საკმაოდ თბილა. ამის მიუხედავად მგელი იქ გადარჩენას ახერხებს, უბრალოდ ზომაში ძალიან დაპატარავებულია. ეს ნაწილობრივ საკვების ნაკლებობას ეხება. მოკლედ, ჩემი აზრით, წითელი მგლები ბევრად უფრო მალე დაიწყებენ სიტუაციასთან შეგუებას და ნადირობას. რაც შეეხება რუხ მგლებს, მათ ალბათ ცოტა უფრო დიდი ხანი დასჭირდებათ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ზოგადად მგლები ტყეებში ჩვეულებრივ ცხოვრობენ ხოლმე. ამიტომ ხეების დიდი რაოდენობა მათთვის პრობლემა არ იქნება. ისინი შედარებით გაშლილ სანადირო ტერიტორიასაც მალე იპოვიან და ხეების უკანას კარგად დაიმალებიან. ამაზონის მდინარის სიახლოვე წყლის დასავლელად მგლებისთვის კარგი იქნება, მაგრამ მათ სიფრთხილე თუ არ გამოიჩინეს, შეიძლება რამოდენიმე წამში უკვე ძალიან გვიანი იყოს. ამის მიუხედავად საკმარისია ერთი მგელი შეჯამოს შავმა კაიმანმა სხვების თვალწინ და მთელი ხროვა ისწავლის იმას, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ წყლის დალევის დროს. მგლებს ამაზონში საკვების შოვნა არ უნდა გაუჭირდეთ. მათ შეუძლიათ ჭამონ ტაპირები, ირმები, კაპიბარები და ჩიტები. მგლებს დიდად ნადირობის ტაქტიკის შესვლაც არ უწევთ, რადგან იგივე ტაქტიკა დიდი ალბათობით ამაზონშიც იმუშავებს. მგლების ხროვას ამაზონის ტროპიკულ ტყეში დათვებზეც არ ექნება სადარდელი. ისინი ხშირად ტერიტორიას იზიარებენ მურა და შავ დათვებთან. ამაზონის ტყეში კი მხოლოდ ანდების ანუ სათვალიანი დათვია და ისიც ძალიან პატარა ნაწილში. ანდების დათვი რუხ მგელზე ბევრად დიდი არაა. სამაგიეროდ ჩვენ მგლებზე ბევრად უფრო დიდი და ძლიერი იაგუარია. მისი კბენის მსგავსი მგლებს ჯერ არაფერი უნახავთ. ამიტომ მგლები მალე მიხვდებიან, რომ მტაცებლების სიაში პირველი ადგილი იაგუარს უნდა დაუთმონ. ეს პრინციპში პრობლემა არაა, რადგან მგელი საკმაოდ იშვიათად არის ხოლმე პირველი მტაცებელი. იაგუარი რამოდენიმე მგელს რომს დაუპირისპირდეს, ალბათ ძალიან გაუჭირდებათ მისი შეჩერება. ამიტომ მე მგონი უჯობესია მგლებმა თავიანთი გამძლეობა გამოიყენონ და ტერიტორიიდან გაიქცენ. რა თქმა უნდა, თუ მთელი ხროვა არ უპირისპირდებიან იაგუარს. ეს სცენარი ერთი შეხედვით მგლებისთვის საკმაოდ კარგად ჟღერს. ისინი დიდ დათვებსა და პუმებს სვლიან პატარა დათვებში, კაიმანებში და იაგუარებში. ეს შეიძლება მგლებისთვის საკმაოდ მომგებიანი გასვლა აღმოჩნდეს. მათთვის უცხო და უცნაური მხოლოდ შავი კაიმანი იქნება და მასაც რამენაირად მიხედავენ. როგორც ვახსენე, ამაზონში საჭმელი მგლებს არ აკლდებათ, უბრალოდ მოუწევთ ერთი ადაპტაციის გავლა.
ამაზონის თბილი კლიმატის გამო სავარაუდოდ მგლები ატარებენ ნაკლებ ცხიმს და ზომაშიც შემცირდებიან. რაც შეეხება ტენიანობას, ტენიანობას ვფიქრობ, რომ რუხი მგელი ბევრად უფრო მარტივად შეეგუება წითელ მგელთან შედარებით, რადგან მის ჰაბიტატში მეტი ტენიანობაა. მგლების ჯუნგლებში დასახლება ამაზონის მტაცებლებს დიდად არაფერს არ უსვლით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება იეგუარს მგლებმა საკვები წაართვან. ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან მართლა წაგებული რჩება, არის ამაზონის მსხვერპლი. საბოლოო ჯამში რუხ და წითელ მგელს ორივეს აქვს თავისი უპირატესობები და სიზუსტეები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე გადარჩება ამაზონში. ამ ორი ჯიშიდან მაინც ვფიქრობ, რომ წითელ მგელს გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს, რადგან მას უწევს ტენიანობის ძალიან დიდ ცვლილებასთან შეგუება და რა თქმა უნდა უფრო პატარა და სუსტია. მოკლედ ამ ყველაფრით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. თუ აქამდე მოხვედით და ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დალაიქოთ და ასევე გამოიწეროთ არხი, ამით მე ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევთ იმისთვის, რომ გავაკეთო მეტი და უფრო კარგი ვიდეოები. ასევე ძალიან გამიხარდება თუ დატოვებთ კომენტარს, რადგან ამით ძალიან ეხმარებით აქვს განვითარებაში. რა თქმა უნდა, ვიდეოს იდეები თუ გაქვთ, ეგეც ტრადიციულად დამიწერეთ კომენტარებში. ყველას ფიზიკურად ვერ გავითვალისწინებ, მაგრამ ვეცდები. მომავალ შეხვედრამდე. სანამ ვიდეოს დავასრულებ, მინდა შეგახსენოთ, რომ აღწერაში არის KISS-ის ლინკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ძალიან სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ დაეხმაროთ არხს. ასევე დამისვათ კითხვები, რომლებსაც შემდეგ ვიდეოში დეტალურად გავცემ პასუხს, ან თუნდაც საერთოდ შემდეგ ვიდეოს იდეა მომაწოდოთ, რომელსაც აუცილებლად გადავიღებ. კიდევ იმას გეტყვით, რომ დღეიდან კვირა არ ჩავარდება, ანუ კვირაში დაიდება მინიმუმ ერთი ვიდეო და ვიდეოების ხარისხიც, ვიდეოების ხარისხი სადაც არ აუშავს ვიდეოების ხარისხს, მაგრამ კვირა არ ჩავარდება მოკლედ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.